ასე გამოიყურება შენი ნეირონი, რომელიც ცდილობს, რომ მოიხსნას ბლოგი, იხსნის ბლოგს და თავისუფლდება უსარგებლო პროგრამისგან. ხოლო აი ასე გამოიყურება შენი ნეირონი, რომელიც ქმნის ახალ ნეიროქსელს შენი მიზნის მისაღწევად. ეძებს, პოულობს სხვადასხვა საშუალებას, გზას, უერთდება სხვა ნეირონებს და ქმნის ახალ ენერგოველს. სულ რაღაც 21 დღე გჭირდება იმისთვის, რომ შეცვალო შენში გარკვეული პროგრამა, შემოიტანო სიახლე და მიაღწიო შენს მიზანს. ახლა დააკვირდი, როგორ გავს ნეიროგრაფიკა, ნეიროგრაფიული ხატვა ჩვენი გონების, ნეირონების მუშაობას. დააკვირდი და ნახე, როგორ კარგად ვაძლევთ სიგნალს ნეიროგრაფიული ხატვის მეშვეობით ჩვენს გვეცნობიერს, რომ ააშენოს ახალი ქსელი შენი მიზნის მისაღწევად. თუ გსურს შეცვალო შენი ცხოვრება არტ-თერაპიის და კონკრეტულად ნეიროგრაფიკის მეშვეობით, მსუბუქად და მარტივად შემომიერთდი Telegram არხზე, ჩემს უფასო მარათონზე, სადაც ძალიან ბევრი კარგი ალგორითმი მაქვს გაზიარებული და გასწავლი, როგორ შეასრულო ეს ალგორითმები სწორად. აქვე გეტყვი, რომ ხატვის ცოდნა საერთოდ არ არის სავალდებულო ამ ტექნიკის გამოყენების დროს.